მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, კი თუ არა. აი ესეთი პასუხი, ორი პასუხი გვაქვს, მოკლედ კი თუ არა. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 4 ვარიანტი. და აირჩიეთ, გნებავთ ამ 4 ვარიანტიდან სხვადასხვა სიტუაცია თითოეულ ვარიანტზე, ან რომელიმე ერთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად გინდათ. და ვნახოთ, კი თუ არა. ვარიანტი პირველი, კი თუ არა. ვარიანტი პირველი, კი თუ არა. ვარიანტი მეორე, კი თუ არა. მეორე ვარიანტი, კი თუ არა. ეს პირველი ვარიანტი, ეს მეორე. ახლა ვნახოთ ვარიანტი მესამე, კი თუ არა. და ბოლოს ვარიანტი მეოთხე, კი თუ არა. და გავიწყებთ ვიდეოს მოწონება, არხის დაკომენტარება და გაზიარება. მეოთხე ვარიანტი, კი თუ არა. მოკლედ ესე, დაიწყეთ, აირჩიეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ცოტა განლაგება, რადგან ხელს გვიშლის. მოდი დავიხმაროთ პატარა სკულპტურები. პირველი ვარიანტი, ესეთი თევზების სკულპტურა, ესე. მეორე ვარიანტი, მოდი იყოს ესეთი მორიელის სკულპტურა. მესამე ვარიანტი იყოს ცხენის სკულპტურა და მეოთხე ვარიანტი იყოს ზარი. აი ეს. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, კი თუ არა. ნებისმიერ საკითხს შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, ნებისმიერი ვარიანტი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და განსხვავებულ საკითხებზე სხვადასხვა ვარიანტებიც შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. მოკლედ ასე, ვინც ვერ მოასწარეთ, დააპაუზეთ, წყნარად მშვიდად აირჩიეთ და მერე გაანაგრძეთ ყურება, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით. ესეთი თევზების სკულპტურა გქონდა პირველ ვარიანტად. კი თუ არა. ვნახოთ 10-იანი პენტაკლები, 6-იანი პენტაკლები და პენტაკლების ტუზი. მეგობრებო, არ ვიცი რასთან დაკავშირებით არის ეს საკითხი ჩანაფიქრში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით უფრო კი და სავარაუდოდ ეს საკითხი უფრო მეტად ეხება ფინანსებთან დაკავშირებულ თემებს და ეხება რაღაცა წარსულიდან გამომდინარე საკითხს. ეს არ არის რაღაც ეხლა ამ წუთას მიმდინარე პროცესი, ანუ უბრალოდ ამ წუთას კი თუ არაში შეიძლება ეხლანდელი თემა აქტუალური, მაგრამ ეს პროცესი წარსულიდან არის, აი რაღაცა ისეთი, აი შეიძლება უკავშირდებოდეს წინათაობას, შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაცა მემკვიდრეობას, აი რაღაც ესეც რა, მოკლედ, ანუ რაღაცა წარსულთან დაკავშირებული თემა არის ეხლა. დიდი ალბათობით კი, მაგრამ მოგიწევთ ლოდინი, ჩემო ძვირფასებო, აქ არ არის რაღაცა ძალიან სწრაფად განვითარებული სიტუაცია პირველ ვარიანტით. ნახოთ მეორე ვარიანტი, მორიელის სკულპტურა, ესეთი. და ვნახოთ თქვენთან რა არის, კი თუ არა.
არკანი კვერთხების ორიანი, ოპა. არკანი მაგი, არკანი იმპერატორი. მეგობრებო, აქ რაღაცა სხვათა შორის საკმაოდ დაძაბულ ენერგიებთან გვაქვს შეხება. მეორე ვარიანტი. არკანი ვარსკვლავი. კი, ანუ და არკანი ღმერთო ჩემო, არკანი ზომიერება. ანუ მეორე ვარიანტი ეს საკითხიც იწელება პროცესში მსგავსად პირველი ვარიანტისა. უბრალოდ აქ უფრო მეტად ემოციურ საკითხებზე ვსაუბრობთ, აქ ვსაუბრობთ შეიძლება სხვათა შორის მეორე ვარიანტი აქ იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. მეორე ვარიანტი. მე ვიტყოდი რომ კი, მაგრამ აქ ემოციებზე გადაივლის ძალიან ბევრი რაღაც. სხვათა შორის ეს საკითხი, რომელზედაც ახლა თქვენ ფიქრობთ, შეიძლება უკავშირდებოდეს ასაკით უფროს მამაკაცს, რომელიც არის რაღაცნაირი რაღაცნაირი მმართველი შეიძლება არ არის, მაგრამ თავში დგას რა, ოჯახის უფროსია მაგალითად, ან რაღაცა ესეთი სიტუაცია რა და მის ჯანმრთელობაზე შეიძლება იყოს აქ საკითხი. ან უხუცესი მამაკაცი დაუშვათ ოჯახში, ესეთი სიტუაციაც შეიძლება იყოს. ძირითადად ეს საკითხი უკავშირდება ჯანმრთელობას და ძირითადად ეს საკითხები გადაივლის, როგორც უკვე აღნიშნე, რაღაცნაირ ნერვულ ემოციურ განწყობებთან ერთად, ემოციური განწყობების თანხლებით. მეორე ვარიანტი რთულია ეს სიტუაცია საკმაოდ, ანუ აქ რაღაცა შეიძლება გამოჯანმრთელების პროცესით ცოტა გახანგრძლივდეს. სხვათა შორის თავი ამტკივდა ახლა ძალიან და მეორე ვარიანტი სანამ რაღაცას გადაწყვეტ, მოკლედ ან ოპერაციას ან რაღაცას თუ ესეთი იქნება, აუცილებლად 100-ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით რა, რაღაცა ესეთი არ მომწონს აქ ენერგია მეორე ვარიანტთან. კი თუ არა, ნუ შეიძლება უფრო მეტად ვთქვათ, რომ არ ვიცი, 50-50-ზე აქ ძალიან 50-50-ზეა მეორე ვარიანტი. ვნახოთ მესამე ვარიანტი, ცხენი ვინც აირჩია, კი თუ არა. საკითხი, რომელიც ჩაიფიქრეთ. პენტაკლების ტუზი, არკანი ხმლების მეფე და არკანი ხუთიანი თასების. ჩემო მეგობრებო, მესამე ვარიანტში აქ შეიძლება საკითხი უკავშირდებოდეს ასევე მამაკაცს, ადამიანს, პიროვნებას, რომელიც თქვენგან შორს არის და რომელთანაც გაკავშირებთ გარკვეული ტიპის დისტანცია, თუმცა ფიქრებით, როგორ ვთქვა, როგორც მორევში, ისე ხართ შეთრეულ, ჩათრეული და გითხრევთ ეს მორევი. იცით როგორ არის, აქაც რაღაცნაირი ესეთი ენერგია, რატომღაც ამ გაშლებში ახლა აქაც მესამე ვარიანტი, არაფერი ესე სწრაფად არ გადაწყდება, რომ იცოდეთ, აქ მოგიწევთ ლოდინი. აქ მოგიწევთ ისეთი პროცესების დალოდება, რომელ პროცესებზე გავლენის მოხდენა თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ. არანაირი ფორმით თან. ანუ უბრალოდ უნდა დადგეთ და უნდა ელოდოთ. ანუ რაღაცნაირი დროის საკითხია. მოდი ერთ არკანს მაინც დავამატებ აქ. მესამე ვარიანტთან. ხო, ემოციების თემა გითხარით, მამაკაცს უკავშირდება, რაღაცა უფრო სატრფიალო საკითხია.
სხვათა შორის აქ მესამე ვარიანტი შეიძლება ორსულობასთან დაკავშირებული თემები იყოს, ან მაგალითად საყვარელი მამაკაცისგან შვილის გაჩენის თემა, ან რამე ესეთი, მოკლედ, აქაც გეუბნებით, რომ თქვენზე არ არის დამოკიდებული. ჩემო მეგობრებო, თქვენ უბრალოდ უნდა განაგრძოთ ცხოვრება და იცხოვროთ. დანარჩენი აქ არის საკითხები, რომელიც რაც უფრო მეტად ცდილობთ, რომ აკონტროლოთ, რაც უფრო მეტად ცდილობთ, რომ რაღაცნაირად თქვენი ზეგავლენის და ენერგიის ქვეშ მოაქციოთ, არა და არ გამოდის და უფრო მეტი შეფერხებებია. ამიტომ მესამე ვარიანტი დაელოდეთ. აქ არც კი არის, აქ არც არა. ანუ 50-50-ზე კი არა, აი არც კია და არც არა. აქ არ არის საკითხი ისე ჯერჯერობით, რომ ვთქვათ ან კი ან არა. აქ არის უბრალოდ მოლოდინის რეჟიმი და რაღაცა პერიოდის გასვლის მერე თუ გნებავთ გადავაკონტროლოთ, მერე როგორ ენერგიებში იქნება ეს მოცემულობა. ანუ აქ ჯერ უბრალოდ არის დაცდის პერიოდი. მესამე ვარიანტთან და ბოლოს ვნახოთ ზარი, მეოთხე ვარიანტი, თქვენთან რა ხდება, კი თუ არა. არკანი 4-იანი ხმლები, არკანი განდეგილი და არკანი კვერთხების პაში. ჩემო მეგობრებო, აქ ძირითადად გეუბნებიან, რომ არა, მეოთხე ვარიანტი. არავითარ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია აქ არის სიტუაცია მეოთხე ვარიანტი, როდესაც თქვენ ჯერჯერობით არ მიგიღწევიათ იმ მოცემულობამდე, რომ სამყაროსგან მიიღოთ ეს რაღაცა დაშვება. ამიტომ ჯერ არა. ჯერ აქ საჭირო არის კიდევ გარკვეული ტიპის მოლოდინი. ჯერჯერობით არა. აქ მეოთხე ვარიანტთან არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ შეიძლება რაღაცა საკითხები უკავშირდება სხვათა შორის. მოკლედ მეოთხე ვარიანტი უფრო არა. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. ცოტა უცნაური ენერგიებია, სიმართლე რომ ვთქვათ, არ არის მარტივი ენერგიები, მაგრამ ზოგადად მარტის თვეში, ამ თვეში მარტივი ენერგიები არ არის და ამას პროგნოზიც, რაც გავაკეთეთ ჩვენთვის დასაწყისში აჩვენებდა ყველასთან და სამწუხაროდ განვითარდა კიდეც მოვლენები ისე, როგორც მეტნაკლებად ველოდით. ამიტომ მიიღეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ თვეში. დასრულდეს ეს თვე, კი დაიწყო გაზაფხული და რაღაცა სისხლი გვიდუხს თითქოს ძარღვებში და მალე გვინდა რაღაცეები, მაგრამ დავიცადოთ, ცოტა ხანი კიდე უნდა დავიცადოთ. აი ეს. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და მადლობა რომ ხართ ზოგადად ჩემთან ერთად და ჩემი გამომწერები. დროებით შევხვდებით. იმედი მაქვს მალე.